როგორ უნდა გაზარდო ბავშვი? რამდენად უნდა გაანებევრო ის? უნდა შეზღუდო თუ არა გარკვეულწილად რაღაცებში, რასაკვირველია, მე არ გულისხმობ ესეთ დესპოტურ და ისეთ გაზრდას, ზედმეტ შეზღუდვებს, მაგრამ ამ დასჯებს და ასე შემდეგ, მაგრამ აი რა დონემდე უნდა შეზღუდო, უნდა ასწავლო თუ არა ბავშვს, მაგალითად, როგორ დაალაგოს თავისი ოთახი, სათამაშოები, წიგნები, როგორ მოწესრიგდეს, თქვათ, საჭმელი როგორ ჭამოს სწორად და ასე შემდეგ. დღეს ძალიან ბევრი ინფორმაციაა, მაგალითად მე რომ პატარა ბავშვები მყავდა, ახალგაზრდა დედა ვიყავი, მაშინ არ იყო ინფორმაცია და მეც ვზრდიდი ჩემ ბავშვებს, როგორც მე ესე ვთქვათ, მასწავლეს, ну რაღაცა ცოტა განსხვავებულადაც რაღაცეებში ჩემებურად, მაგრამ დაახლოებით ისე როგორც დედა ჩემი ვზრდიდა. და როგორ ვზრდიდა, ამას გეტყვით, რომ ძალიან თავისუფლად ვზდიდა, ჩვენ არ გქონდა ესეთი რამე, რომ აი ეხლა უნდა ჭამო, ეხლა უნდა დაისვენო, ეხლა ისევ ჭამო, თქვათ, ანუ როცა გვინდოდა მაშინ ჭამდით, დედა ჩემი ამზადებდა საჭმელებს დილიდან, დადებდა, როგორც შვედური მაგიდა გაგიგიათ, ხო? ესეთნაირად იდო მაგიდაზე ყველაფერი და რაც გინდა სულ უგულო ჭამე, როცა გინდა, რამდენიც გინდა, თუ არ შეჭამ, პრობლემა არ არის. ამასთანავე დაალაგე, არ დაალაგე, დაალაგე კი არა, დაალაგების უფლებას არ გვაძლევდა არავის და ჩვენ, ну დედა ჩემს ბევრი ბავშვები ყავდა, 5 შვილის დედა იყო და არ გვაძლევდა უფლებას, რომ ოჯახის საქმიანობაში დახმარებოდით, ის თვლიდა, რომ ჩვენ უნდა დაგვესვენა და ბავშვი იმისთვის იყო, რომ ბავშვი მხოლოდ სკოლას სწავლა, დანარჩენი დასვენება და გართობა. მეც თავისუფლად ვზდიდი ჩემ ბავშვებს, თუმცა ხალხ ესე თავისუფლად არა, რაღაცა პატარა შეზღუდვებს მეც ვაკეთებდი, თუმცა არ მქონდა საჭმელზე ის, რომ აი მაინც და მაინც უნდა ჭამო და ამდენი უნდა შეჭამო, უირა ცოტა შეჭამე, ეხლა ჭამე, მოკლედ ამაზე არ მქონდა პრობლემა პრინციპში ჩემი ბავშვებიც უპრობლემოები იყვნენ, ძალიან წყნარები, სადაც დასვამდი ისე მუდაქასავით შვიდა წყნარად ისხდნენ. და მოკლედ თქვენთან მაქვს ესეთი შეკითხვა, აი რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? აი ეხლა მე რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ბავშვი ნამდვილად უნდა გაზარდო თავისუფლად. ბავშვს არ უნდა დააძალო არაფერი, მაგრამ რაღაცეები უნდა ასწავლო, რასაკვირველია. ну თუნდაც დაალაგება იქნება თუ რაღაცა საქმე, ან თქვათ, როგორ უნდა იკვებოს, რა არის კარგი, რა არის ცუდი, იცით როგორ არის? მაინც მთავარი სწავლა, მთავარი მაგალითი ეს არის მშობელი ბავშვისთვის. თუ მშობელი არასწორად იკვებება, რაც არ უნდა დააძალო ბავშვს, სწორად იკვებეო, ის ну ძალით შეჭამს, მაგრამ მაინც ესე ვერ დაეჩვევა. თუ მშობელი არის მოწესრიგებული, ანუ როგორ ვთქვათ, კარგად ვთქვათ, უვლის ორგანიზებულად ოჯახს და სახლს, ამ შემთხვევაში ბავშვიც ხედავს ამას და ის რაღაცნაირად ილექება მის გონებაში. მე მაგალითად არაფრის კეთება არ ვიცოდი, აი კვერცხის შეწვარვა ისიც არ ვიცოდი, საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, როდესაც დავამთავრე სკოლა, როცა ჩავერიცხე ინსტიტუტში, მე ვსწავლობდი ლვოვში, ცხოვრობდით ერთად რამდენიმე გოგო, ქართველი გოგო, სხვათა შორის აზა, ერთ-ერთი, რომელიც ახლა ზუგდიდშია და მას სტუმრობ ხშირად და ჩვენ ესე ვქონდა დაყოფილი ჩვენი საქმიანობა, მაგალითად აზა მახსოვს, რომ ალაგებდა უფრო სახლს, მე უფრო საჭმელებს ვაკეთებდი და კიდე გვყავდა ნანა, რომელიც რეცხავდა და აუთავებდა. აი ესეთნაირად ქონდა დაწყობილი. დედა ჩემი მიგზავნიდა რეცეპტებს და იმის მიხედვით სუპებს და კატლეტებს ვაკეთებდი. და დღეს ახლა მე შეიძლება თავს არ ვიქებ, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი მეოჯახე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დრო არ მაქვს ამის, ძალიან ცოტა დრო მაქვს, რომ რაღაცა ვაკეთო. და ჩემი დებიც, რომლებმაც არაფერი არ იცოდნენ, ყველა ძალიან კარგი მეოჯახეა, ძალიან კარგად იციან საჭმლის კეთებაც, დაალაგებაც, მოწესრიგებაც, სისუფთავე და ასე შემდეგ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ესე გავიზარდე და არავინ არ ყოფილვართ მჭმელები, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელს არავინ
არასდროს არ გვაძალებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ უნდა ასწავლო და მიუშვა ბოლომდე, მე ვფიქრობ, რომ გააჩნია ბავშვს. ეხლა მე ვახსენე, რომ ჩემი შვილები იყვნენ ძალიან წყნარები, ძალიან დამჯერები და აქედან გამომდინარე, მე რომ ისინი რაღაცაში შემეზღუდა, ისედაც მორცხვები იყვნენ, კიდე უფრო რაღაცნაირად ისეთები იქნებოდნენ და მეც ასეთი ვიყავი ბავშვობაში, ჩემი დებიც ძალიან მორცხვები, ძალიან მორიდებულები ზედმეტად ვიყავით და აქედან გამომდინარე, ალბათ დედაჩემი გზნობდა ამას და გვაძლევდა სულ თავისუფლებას, რომ რაღაცნაირად დაებალანსებინა ეს ჩვენი სიმორცხვე და ეს ჩვენი რაღაცა მორიდებულობა, ზედმეტი მორიდებულობა. ასე რომ გააჩნია ბავშვს როგორია, ხო? როგორი ხასიათისა, ყველას თავისებური ხასიათი აქვს. მე არ ვამბობ, რომ ეს სიმორცხვე და მორიდებულობა კარგია, არც იმას ვამბობ, რომ ცუდია. უბრალოდ ყველა განსხვავებულები ვართ და ზუსტად ამაშია ჩვენი ინდივიდუალობა.